ჩემი სახელია არტური და ვცხოვრობ ედინბურგში, შოტლანდიაში. მე 22 წლის ვარ. ერთ ღამეს ჩემი მეგობრის დაბადების დღის წვეულებიდან სახლში ბრუნდებოდი. საკმაოდ მშვიდი ღამე იყო, ირგვლივ არავის ჭაჭანება არ იყო. მანქანას ვატარებდი, როდესაც გზის პირას ვიღაც გოგონა დავინახე. ის გზის გვერდით იდგა, ქერათმით და ცისფერი თვალებით. მას წითელი პალტო ეცვა და პალტოს ქვეშ თეთრი კაბა. ისეთი ლამაზი იყო, რომ მის დანახვაზე თითქმის გონება დავკარგი. ქარი ძალიან ძლიერად ქროდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი. როგორც კი გაუჩერე, გოგონამ მკითხა: თუ წინააღმდეგი არ იქნებით, შეგიძლიათ რომ გზაზე გამიყვანოთ? რა თქმა უნდა, მე უპასუხე. ის მანქანის უკანა სავარძელზე დაჯდა. სად ცხოვრობთ? კითხე. ცოტა ნერვიულად ვლაპარაკობდი. მას სიტყვა არ მითხრა და უბრალოდ პატარა ფურცელი გამომაწოდა. ფურცელი შევინახე. მასზე მისამართი ეწერა. კარგი და თქვენი სახელი რა არის? მე მერი ტალიში მქვია. კარგი, შეიძლება მერი დაგიძახოთ, მე ვკითხე. დიახ, მან მიპასუხა. მაშინ შეგიძლია არტური დამიძახო. მან გაიღიმა და თავი დამიქნია. მერი, შენი ჰობი რა არის? როცა პატარა ვიყავი, თოჯინებით ვთამაშობდი, მაგრამ ახლა მათთან თამაში აღარ შემიძლია. მისი პასუხი ცოტა უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ თინეიჯერ გოგოებს უყვართ ზოგჯერ თოჯინებით თამაში. შეიძლება ითქვას, რომ მერი დაახლოებით 19 წლის იყო. ცეკვაც მიყვარს, მაგრამ ახლა ვეღარ ცეკვავ. ამჯერად ცოტა შემეშინდა. მისი ნათქვამი შიშის გზნობით გავიმეორე. ხო, მაგრამ მერი, შენ ხო შეგიძლია ცეკვა? ნეტავ შემეძლოს, მან მიპასუხა. ჩვენ ძველ სასაფლაოს ჩაუვარეთ და მერი მითხრა, რომ სასაფლაოს ჭიშკართან გავჩერებულიყავი. ხო, მაგრამ მარტო გამიხეტიალი კარგი აზრი არ არის. არი ნერვიულო არტურ. ეს ქურთუკი გამომართვი და ჩემს სახლში მიიტანე. მისი სახლი ძალიან შორს იყო. მითხრა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივსულიყავი. რა უნდა მექნა? იმის სამართზე წავედი და უზარმაზარი ერთსართულიანი სახლი დავინახე. კარზე დავაკაკუნე და კარი ასაკოვანმა ქალმა გამიღო, რომელიც დაახლოებით 50 წლამდე ჩანდა. თუმცა ასაკთან შედარებით ძალიან მოხუცებულად გამოიყურებოდა. მე ვკითხე: ქალბატონო, მერი ტალიში აქ ცხოვრობს? შემდეგ ქალი მოულოდნელად ატირდა. ვკითხე, შემეძლო თუ არა მისი დახმარება, რის შემდეგაც მას სახლში შემიპატიჟა და მის მეუღლესაც დაუძახა. სახლი შიგნიდან საკმაოდ დიდი და ლამაზი იყო. იქ მერის ფოტოებიც დავინახე. როცა ქალის მეუღლე დავინახე, ისი ძალიან მოხუცი და სუსტი ჩანდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს რამდენიმე დღეა არაფერი უჭამიაო. შემდეგ მათ მერი ტალიშის შესახებ მიამბეს. მითხრეს, რომ ის მათი ქალიშვილი იყო. მათი ერთადერთი შვილი, რომელიც ოდესღაც ყოლიათ. ის ორივეს ძალიან უყვარდა. ერთ ღამეს, როცა მერი სახლში ბრუნდებოდა, რამდენიმე კაცმა გაიტაცა და თან წაიყვანა. მოხუცი წყვილი მასზე ძალიან ღელავდა. 2 დღის შემდეგ კი პოლიციამ გოგონას ცხედარი იპოვა. თვალები და გულმკერდი ამოჭრილი ჰქონდა, ასევე მარცხენა ხელიც. ვერ ვიჯერებდი, რასაც მერის შოულებისგან ვისმენდი. ზედმეტი ემოციების გარეშე თავის შეკავება ვცადე. მათ მერის ქურთუკი გადავეცი, გარეთ გავედი და სახლისკენ წავედი. როგორც კი მანქანაში ჩავჯექი, ის დავინახე. მერი, ამჯერად ის უკვე ადამიანს აღარ ჰგავდა, უფრო დეფორმირებულ მოჩვენებას და საშინელი ღიმილით მეყურებდა. იმის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. ინტერნეტში ძიებისას შემთხვევით გავიგე, რომ ვინც მერი ტალიში დაინახავდა, მისთვის დახმარება უნდა გაეწია. ხოლო თუ არ დაეხმარებოდი, მერი ზუსტად ისე მოკლავდა, როგორც ის თავად მოკლეს. საბედნიეროდ მე გამიმართლა და საკმარისად კეთილი აღმოჩნდი, რომ მერის დავხმარებოდი. ღმერთს ვევედრები, რომ მერიმ ზეცაში სიმშვიდე იპოვოს.